საქართველოს საჯარო სკოლებში შესაძლოა ჩინური ენის სწავლება დაინერგოს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა განაცხადა. ალექსანდრე წულაძემ განათლების ახალი ხედვა წარადგინა, სადაც საუბარი არის, რომ სკოლებისთვის დამტკიცდება ჩინურის როგორც მეორე ენის სტანდარტი. შეიქმნება სახელმძღვანელოებიც. დღეს მდგომარეობით ჩინური ენის მასწავლებელი მხოლოდ 15 სკოლას ჰყავს. სიახლეს გურჯაანში გამოკითხულთა გარკვეული ნაწილი მიესალმება, ზოგისთვის კი მიუღებელია. საერთაშორისო ენად უფრო ინგლისური აღიარებული და მთელმა მსოფლიომ იცის და ეხლა რა ვიცი ყველა ენას ხომ არის სწავლიან ბავშვები. ფიქრობ თუ უფრო მეტი მჭიდრო ურთიერთობები იქნება ეკონომიური ჩინეთთან და მეტი კავშირები ექნება ჩვენ სახელმწიფოს, მხოლოდ მაგ შემთხვევაში გახდება აუცილებელი და საჭირო უფრო სწორად და მოთხოვნადი ამ ენის ცოდნა, თორე ისე დიდი მეზობელი ქვეყნები ვინც ყავს, თუნდაც თურქეთი, რუსეთი, ჩემი აზრით ამ ენების ცოდნა უფრო წაადგება საქართველოს მოქალაქეს. ჩემი აზრით ძალიან კარგია და ორიგინალური, რატომაც არა. მე პირადად დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი. სკოლის მოსწავლე ხართ? კი, მე 12 კლასელი ვარ ამჟამად. აი, რას მოგწევდეთ ჩინური ენის სწავლება? ესე ალბათ კონკრეტულს არაფერს, მაგრამ რა ვიცი, თუ აზიური ქვეყნები მოგწონს და მოგზაურობა გინდა, კარგად გამოგადგება. კატეგორიულად არ მომწონს და არც მომეწონება. რატომ არ მოგწონთ? ჩინური ენა რატო რა, ჩვენი ქართული ენა რითია ცუდი? ქართული ენასაც ხო ასწავლიათ? რა თქმა უნდა, მაგრამ რატო ამოიღეს მაშინ რუსული ენა? ჯერ ქართული ისწავლოთ და ვისწავლოთ და ჩინურზე მერე გადავიდეთ. რაც მეტი წოდინება ადამიანს უფრო კარგია, გას ჩინური იქნება თუ იაპონური იქნება თუ რომ უფრო განვითარდება ადამიანი, რა თქმა უნდა. საერთოდ ბევრი ენა რაც იცის ადამიანმა უკეთესია და ისწავლებოდეს ქართული მაშინ ჩინეთში და შეიძლება ისწავლებოდეს აქაც ჩინური ენა.